იესო პოვა ფილიპე და რქვა მას მომდევდი მე. ანუ პირველი ნახეთ რა არის. იესო პოულობს ფილიპეს და მე რეუნება გამომყევი მე. დიახაც მართლმადიდებლობა, ანუ ჭეშმარიტი რწმენა ასე იწყება. არა ჩვენ ვიპოვეთ იესო ქრისტეს ვერავინ ვერ იპოვის, შეუძლებელია. ადამიანი შეიძლება იყოს რაღაც ძიების პროცესში, ამით რაღაც მიუახლოვდეს, მაგრამ საბოლოო შეხვედრა ხდება, როცა თავად ქრისტე გადაწყვეტს და მოგინახულებს გულში და შენ გულს შეეხება. ამიტომ დიახაც ჩვენ თუ ვართ მართლმადიდებლები, ეს ნიშნავს, რომ მოდესღაც, როგორც ფილიპე, ისე ჩვენც გვიპოვა იესო და გვითხრა, გამომყევი მე. რა თქმა უნდა, ეს ვიზუალიზაცია არ მოხდა ამისი, როგორც ფილიპეს შემთხვევაშია, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვიზუალიზაცია რო არის, ამით ჩვენი საქმე უფრო გართულებულია. რაღაც გაგებით, ფილიპესთან და მსგავს ადამიან მოციქულებთან უფრო გართულებული იყო, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში იესოს როგორც ღმერთს უყურებთ და როცა ჩვეულებრივი ლიტონი ადამიანივით მოვა და დაგელაპარაკება, ძალიან ძნელია, რომ საცდურს არ დაექვემდებარო, რასაც ჩვეულებრივ ადამიანს ხედავ და საცდური წინაშე დგები. ჩვეულებრივი ადამიანია და ღმერთი როგორ უნდა გავყვე ახლა მე ამას და ანუ გესმით რა რთულია და ჩვენთვის 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა, ჩვენი დიდი წინაპრების 1700 წელი ომი და ბრძოლა ქრისტეს ერთგულებისათვის და რამის ლამის ჩვენ გენეტიკაში აღბეჭდილი ეს რწმენა, ინტუიციური ცოდნა ჭეშმარიტებისა გვეხმარება, რომ ჩვენ გულს რო შეეხო ქრისტე, ჩვენ ვცნობთ და ხო იესო ქრისტე არის ღმერთი ვამბობთ და ბევრი ფილოსოფია აღარ გვჭირდება ხოლმე. ქრისტემ გვიპოვა, თუ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ჩვენ გავყევით მას. თუ ეს არ მომხდარა, თუ ჩვენ არ გავყევით მას, ნუ ნათლობის აღთქმაც ხო ეს არის, შეუდგები ქრისტესა, შეუდგები. თუ ეს არ მომხდარა, თუ ეს არ დაწყებულა, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ.